კუთხითაც უნდა ყოფილიყო კურატორები ამ თავის სპეციფიკურ საქმეს. ეს უკვე ალბათ თქვენთან მოსაკითხია, მე ამაზე ვერ ავშენ ხელს ვერ გავუშვა და ვინ გითხრა შენ რომ დაწაგებანა იმიტირებული ქრონიკა, საინტერესო ეს დეტალები ვინ იყო მედიატორი ასე ვთქვათ ჟურნალისტებსა და დამგეგმავებს შორის. რა საინფორმაციო სამსახური და კონკრეტული რედაქცია სპეციალური რეპორტაჟის კონტაქტობდნენ ერთმანეთთან, იყო ექსპერიმენტი რომ დაკეთებული ესეთი გადაცემა კეთდებოდა, ჩვენ დავხმარებოდით მათ, აი რას გადავჭი. იმიტირებული გამოშვება, რომელიც საერთოდ ჩანაწერის სახით და გავიდა და ამ დარბაზში მსჯელობა, განხილვის სტუმრებიც იყო, რომლებიც ასევე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნენ და აღმოჩნდნენ. და ნუ ანუ შენ საინფორმაციო ხელმძღვანელობა გითხრა, რომელიც წაგებოდა. აი, მარტო მე არ ყოფილა იქ პირველი ადამიანი, ჟურნალისტების მონაწილეობდნენ ბავშვები, ჩვენი გუნდის წევრები. ხო, ჩვენ მარტივი მუშაპროცესი იყო. არავინ არ იცოდა რომ მე ეს ამას ესწრებოდა და ესე გაკეთდებოდა და გავიდა და ეს ტექსტების ავტორი შენ იყო. არა, ტექსტების მე მივედი შენ გამზადებული ტექსტი. აბსოლუტურად გამზადებული იყო ყველაფერი, ყოველთვის ეს იყო გასაკეთებელი ამ მიგვეწოდებინა, ჩაგვიწერა, ჩავწერა ჩემი ოპერატორის წევრებს ამას, ვალიკო, ძალიან კარგი ადამიანი. რომ წებით ამ ტექსტებს მანამდე გადავული 5 წუთი ადრე, მივხვდი რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არარეალური იყო, აბსურდული, იმიტომ რომ რაღაცა ბომბების სვენა, შემოსვლაოსების პრეზიდენტის დაიბოდა ინფორმაცია ვრცელდებოდა ესეთი რაღაცა, ნუ მიშა იყო მკვდარი. ჩვენ შევუქროვდით რომ ეს იყო იმიტაცია, რომელიც იმიტაციის არა, ალბათ მე ვივარაუდე და ასეც ვიცოდით რომ ეს გამზადა ყველაფერი სპეციალურმა რეპორტაჟმა იმ სარედაქციო ჯგუფმა. და ალბათ ასეც გამზადდეს, ახლა არ ვიცი, მე არ მაქვს კონტაქტი არც იმ გუნდის წარმომადგენლებთან, ვინც კურირებდა ამ პროექტს და შესაბამისად გადაცემას, აქ ახლა კონტაქტი და არც არასდროს არ მისაუბრე ამასთან ამბობენ. თუ რა პრეტენზია იქნება ვინმე შემიძლია მე გავუწევ შემოქმედან პასუხი. კარგია, შემოდი გავხსენოთ 2010 წელი, რამდენიმე თვე იყო დარჩენილი იმიტირებული ქრონიკიდან თვითმმართველობის არჩევნებამდე. იყო საკმაოდ ესეთი მუხტი იყო საპროტესტო საზოგადოებაში და ძალიან დიდი მასშტაბური გაღიზიანება გამოიწვია ამ პროექტმა, იმიტირებულმა ქრონიკამ. მე მაინტერესებს, აი მეორე დღეს 14 მარტს, როდესაც სამსახურში მიხვედით, როგორი ემოცია ჰქონდა ჟურნალისტებს, რას ამბობდნენ ისინი, თუ აფიქსირებდნენ პროტესტს, ვისთან აფიქსირებდნენ, ისე მოდიოდა პასუხისმგებლობა. ჯერ ესეთი ყველა შოქში იყო, იმიტომ რომ ისეთი ამბავი იყო, კარგად გახსოვს შენს რომ აუც მართლა დაუგნებული იყო, ყველა შეწუხებული იყო ძალიან ყველა და იმ ღამესაც ისეთი ამბავი იყო, იქ იმერთან მე შეიძლება ხალხი ვინც იყო რაღაცა განწარებული, გაგიჟებული და გაღიზიანებული და ხელმძღვანელობიდან არც მეორე დღეს არ მინახავს მე იქ არავინ, არც იმ დღეს არ მინახავს, იმიტომ რომ ჩვენ ჟურნალისტები რიგით მივედით იმავე ღამეს, იმიტომ რომ პანიკა იყო შექმნილი და ამ შეკრებილი საზოგადოებიდან ვინც იყო იმედის შემოსასვლელთან ჭიშკართან ითხოვდნენ რომ მიღებდნენ დალაპარაკებოდა. მე და კიდე რამდენიმე ჟურნალისტმა თხოვეთ დაცვას რომ შემოეშვათ რაღაც ჯგუფი გამოეყვეთ იმ ადამიანებიდან რომ რაღაცა გვეთქომაინს აგვეხსნა და ან ჩვენი მხრიდან დაგვეშაშმინებინა იმათი მოგვესმინა ჩვენ შევხვდით იმ ღამესაც კი და ველაპარაკეთ მახსოვს კარგად ფოიეში ვსაუბრობდით მართლმადიდებლურ მშობელთა კავშირის აღმადგენლებიც იყო თელსეგრაგან მამაოები იყვნენ ანაგურებში და პლუს მოქალაქეები, არ ვიცი ხა პოლიტიკოსი იყო, ამდენი აღარ მახსოვს რომ შენ რაღაცა ემოციების ქვეშ ვიყავით და მეორე დღესაც იქ სამსახურში ახლა გამოცხადდა ყველა იყო განხილვაც ამაზე, რატომ მოხდა ეს რამე ყველა შეწუხებული, მაგრამ უყენებდნენ პრეტენზიებს ჟურნალისტები. არა, მოითხოვდნენ ახლა დამატებას რატო გავიდა ესე, ხელმძღვანელობისგან და ხელმძღვანელობა რამდენიმე დღეში, გიორგი აღვაძე პროტესტები არ იყო თბილისში იმ დღეს თუ მეორე დღეს და აღარ მახსოვს, მაგრამ მეგონი ქვეყნის საზღვარგარეთ იყო. შემდეგ გამოვიდა და რაპიდამზე განცხადება. პარლამენტის საშუალებით და რეგულარულად სამაგიერად მოსულდა და აკეთებდა და ნუ შეიძლება ისეთი იყო ეს პროცესმა რაზმის ახი იქნა ბუდი. იყო სიტუაციები შემდეგ პერიოდში, როდესაც მერის არჩევნები მოდიოდა ორპირიანი პროექტი იყო გადაცემა, რომელიც დებატებს გულისხმობდა კანდიდატებისა, იყო ჩართული მაშინ მოდიოდნენ კანდიდატებს რატო ყრი, რატო? Bancare, plasmassi, sadღაც. მაშინ პრიესტე და როგორ შაული პორტულა წინდა და საათაკეო და ასე შემდეგ.
Lasciam, scende soldi, telecompagnia imensi badri badagazziscioli აი წამყვანი თორე სიმბოლურია რომ დღეს 7 ნოემბერი ქონდება და შენ ხარ ოქტომბრის დილა გათენდა დღეს 7 ნოემბერია ეს მაწუხებდა ყოველთვის კითხვა რატომ ოქტომბრის დილა გათენდა დღეს 7 ნოემბერი დადები ეს ადგინდა ჩემი აბებო ჩემი მე მომე დადევი ეგ აი ეგრე დადევი ყოჩა დადევი არ გინდა რა გინდა ეგ მიდი ბურთი მოიტანე წვანე ბურთი მოიტანე მიდი არა იღო სარკეში ჩაიხედე ერთი რას გავხარ არაფერი არ იყო ეს თუმცა იყვნენ ჩემი მეგობრები და კოლეგები დარჩენილ პერიოდში და აი რაღაც 2-3 თვიანი თუ რამდენიმე ჩვენ პერიოდში განეცოდნენ ესე თქვა აი დასაბუთებაში რატო გატეხე ეგ ჭიქა ჰა არიცი გატოლ პერიოდის შემდეგ telecompanies საინფორმაციო დახურვა და ისიდან უკვე იხსნებოდა იმედი ბურთი მოიტანე ბურთი ასევე კიდე ერთი ცალი უნდა იყოს ესეთი ნავტეხი უნდა იყოს კიდე ერთი ცალი მოძებნე აბა მოძებნე კარგად ახალი პროგრამის ქვეშ და მაშინ როცა საუბრები იყო დარბული რომელიც და პარალელურად ჩართული მოგხადო? კარგინა? მოდი, მოიცი. მეორე კუდი ვიფაროს, მეორე ტელეკომპანია და ოფისის კანონიერს ყოფილს ბადი ბადაგაციშვილის ოჯახს და მათ გაკეთებდეს რომ საინფორმაციო დაითხოვა სამსახურიდან როგორც ფიქრობ ეს სამშობლო იყო მათი მხრიდან მათი პოზიცია ბლოგში და დალიე ყავა დალიე მისაღებია და ამაზე აუს პრეტენზია ეს ყოჩა როგორ გიყვარს ყავა დალიე ყავა დალიე ოჰო რა მაგარი ბიჭი ეს არ დაგავიწყდეს ბოლოში ნაგავში უნდა ჩააგდო გატყდა ეგ ჭიქა ჩააგდე ნაგავში ჩააგდე საზოგადოებაში გავრცელებული აზრი და ჩააგდე აი დირექტივები რომ ვუწევთ ამიტომ რომ მე კიდევ ერთხელ აჰა ეს ჩააგდე აი ესენი ჩააგდე გადაყარე ნაგავში ამიტომ ეს რაოდენს თულია ეს ამაზე ყოველდღე საუბარი უცხოელად მიდი ნუგენანება ნაგავია გადაყარე დირექტივებზე საერთოდ მოდიოდა ეს დირექტივები ვინ აკონტროლებდა საინფორმაციო სამსახურს როგორც ერთი შენ რომ თქვა შენს ტექსტში უნდა წასულიყო ის არა ეს გადაყარე ყოჩა რა მაგარი ბიჭი ხარ უკან გიცვია მთელი ნაგავი მაგრამ მაინც მაგარი ბიჭი ხარ სხვადასხვა ამბავზე გადის თუ არ არის თქვა ეს რაღაც ჩააგდე ეგეც დაგრჩა გარეთ ყოჩა გამოდი ახლა კარი დაკეტე და გამოდი ჟურნალისტი გეკონტაქტება და გაწობინებს როგორ უნდა გაკეთდეს გადიხარ პროდიუსერთან რედაქტორთან ასე შემდეგ კიდე ერთი ცალი დაგრჩა ეგეთი ნამტვრევი სადღაც კარი არ უნდა დაკეთო ნაგვის უკარა და ხო უნდა დაკეტო კაცო